საყდრისი ყაჩაღიანის საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენას 74 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. საყდრისის ყაჩაღიანის მაღარო არის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა. შესაბამისად მივმართავთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს დაუყოვნებლივ მკვეთრად და საჯარო დააფიქსიროს საკუთარი და სამინისტროს პოზიცია საყდრისი ყაჩაღიანთან დაკავშირებით. ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი 66 არასამთავრობო ორგანიზაცია და 8 არაწევრი ორგანიზაცია აწერს. აუცილებელია რომ ობიექტზე გააგრძელდეს გაუკონტიკის კვლევები და შესწავლა ობიექტის სამწუხაროდ ამ ეტაპზე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და ვერ ხერხდება. შესაბამისად ამ მიმართულებით თქვენი ნაბიჯები არ დასადგმელი უნდა მიეცათ ხელოვნების სპეციალისტებს მონაწილეობა ამ პროცესში, რათა საბოლოოდ დადგინდეს ერთგვარ ჩაშმარიტებას სანდულში რასთან გვაქვს საქმე. ჩატარდეს დამოუკიდებელი კვლევა, რომელშიც არ იქნებიან ჩართულები ეს მხარეები, იქნება აბსოლუტურად მიუკერძოებელი და შემდგომში უკვე აი ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ ვიხემძღვანელებთ საზოგადოება და პირველ რიგში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იხემძღვანელებს ამ დასკვნებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უპრიანი იქნებოდა საერთაშორისო კომისიის მოწვევა, ეს წინადადება გაგვაჩნია გერმანული მხრიდან ძალიან საინტერესო და ვთქვათ აი ამ საერთაშორისო ექსპერტიზის გამოცდილება სწორედ ასეთ შემთხვევაში, ასეთ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შემთხვევაში, როგორ შეიძლება საუკეთესოდ შერიგდეს და ერთმანეთის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული კულტურული მემკვიდრეობისა და ეკონომიკის ინტერესები ქვეყნის სიცოცხლისუნარიანი განვითარებისთვის.